მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ახლა პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ცემის და ძალადობის ფაქტი რო გამოიტანეს, ხო? მაგას მინდა გამოვეხმაო, რა გიკვირთ? რატომ ხართ ესე შეშფოთებული? აქ ის პოლიცია მუშაობს, ახალაიების, ზონდერი ჯგუფების, ვინ არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინ გადავიდა მერე უშიშროების მინისტრად, ყოფილი კუდელი, სოდელი, რაღაც განსაკუთრებული ოპერატიული ჯგუფის რისი ტრაკი ქონდათ ამათ, მაგრამ მათი სისტემის ერთგული მცველების რეჟიმი დგას დღესაც, აქ აღარაფერი აღარ იცვლება. სამწუხარო არის რა, იცი? ის რომ ვიღაცის გალახვას, ვიღაცაზე ძალადობას და ცემას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ყველამ კარგად იცის, რა ხდება დღეს საქართველოს პოლიციურ უწყებებში, გინდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გინდა ჯარში და უბედურება რა არის, იცით, როდესაც იმსახურებენ ეს ბოზიშვილები 20 წელი, 15 წელი, როდესაც სისტემის ნასკის წვენის ნაყოფი გახდებიან და ბევრჯერ აქვს ესეთი რაღაცა დალეული და მოსუნული, მერე უჩნდებათ თვალების სახელის მომენტი, არასდროს არ არის გვიან, ეკლესიური მორალი გაუჩნდებათ მერე ამხას და გამოიტანენ აგერ საჯაროს და აგერ შაიშმელაშვილი ბავშვად აწამებდა გუშინ და ფულს კრიბავდა შეერაღებულ ძალებში და დღეს აგერ გააპარეს ამერიკაში და გმირი გახდა. ახლა ვიღაცა პოლიციელი აგერ გამოვიდა თურმე და საზისხარ ფაქტებს ანახებს, რაც ანახებს, რასაც ანახებს, ამას ახლა რა შეფასება უნდა რა, ვინმეს უკვირს რო ასე ხდებოდა? ბიჭო, თავს დამესხნენ ქუჩაში დღისით მზისით და მომკლეს ლამის ამათი დედა შევეცი ამათი და აგერ პოლიტიკური დევნილი გამხადეს 2008 წლის ომის ვეტერანი კაცი და პატარა ბიჭს ვიღაცას პოლიციის განყოფილებაში თავში რო ჩაარტყა, ხმის ამომღები იქნება? თელიერი დუმს და ხმას ვერ იღებს და ახლა გაიგო თურმე ნოდარ მეტრაკის შოუმ რო ამნაირ რაღაცას აკეთებს ის სისტემა, რომელიც თვითონ მკვიდრიშვილი არის ეს სისტემა რატო არის, იცი, ცუდი სისტემა, და კარგი სისტემა არა. იმიტომ რომ ის არ ცვლის თავის იდეოლოგიურ პატრონებს, როგორც არის ბიძინა ივანიშვილები და ასე შემდეგ და არ ცვლის და არ შეცვლის. მნიშვნელობა არ აქვს სისტემის თავში, ბოროტის სისტემის თავში სააკაშვილი იქნება თუ ივანიშვილი იქნება. სისტემა ცხოვრობს ბინძური იდეოლოგიით, შეინარჩუნე, დაიფყარი და იბატონეს პრინციპი. ცხოვრობს. ის არასდროს არ შეცვლის თავის იდეას და თავის პირიქით ეძებს. რომელი უფრო მაგარი ჩამწერი, გამრყნელი, დამრტყმელი, მწამებელია, აი ესეთ ტიპს ეძებს. საკუთარი პოლიტიკური მიზნების გატარებისთვის. წაიკითხეთ მაკიაველი რას ამბობდა. მაკიაველის მოტივზე ცხოვრობს, მხოლოდ ძალადობით ხდება შენარჩუნება ძალაუფლების, როცა ლეგიტიმაცია აკლია მთავარს. ვის აქვს ლეგიტიმაცია? ვის ქონდა ლეგიტიმაცია? სააკაშვილის ქონდა, დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს. ფრთხილად იღავით, ჩემო კარგები. ამ დღეს ვიღაცის სისხლის უკან, ვიღაცის პოლიტიკური მიზანი დგას კიდე. აი ეს არის გულსადგენი, ესაა ჩემთვის ყველაზე მეტი მიუღებელი და ამას, რასაც მე ვამბობ, სამწუხაროდ ძალიან ცოტა გაიგებს. ხალხს უყვარს სისხლი და სანახაობა. ავი ახლა გულახდილად გეტყვით აი ეს ფაქტი რომ გამოვიდა და საჭირი არის არა მარტო იმ გამყოფილების უფროს. აგერ ზევით შინაგან საქმეთა მინისტრი ვინ ზის? იმის ჩათვლით ყველა მინისტრთა კაბინეტი არის ციხეში ჩასასვლელი. ჩვენ თუ გვინდა რომ სახელმწიფო გქონდეს და უბრუნდები მაკიაველის გამოთქმას რომ ერიო მერმაო თავისუფლებაო თუ მოიპაო მისი მტრებისო არა მარტო შვილებიო, არამედ შვილთა შვილები უნდა მოსპოსო თუ უნდა რომ შეინარჩუნოსო და ჩვენ ვართ ისეთი ხალხის ხელში, ვინც ჩვენ თავისუფლება წაგვართვა. კობახიძეს მამა იყო პირველი პუტჩისტი. ვიღაცა პოლიციელზე ჯოხის გადატეხვა, რომელმაც რაღაცა დავალება შეასრულა, ვიღაცა გალახა და ვიღაცა ჩაწყო. ეგ არის ერისთვის ძალიან წამგებიანი თემა. დასაჯელი არის. მაგრამ პოლიტიკური ნიშნით აი ამ თემის ჯოხზე აცმა და რაღაცას ღაპრების მოყოლა სისულელია. პოლიტიკური მკვლელები იქზიან. განსხვავება რა არის, იცით? აი შეხედეთ, კობახიძე არის ჩვეულებრივი ქურდი და პარლამენტარები. 25,000 რო იღებს პენსიას, ხელფასად. პენსიას იღებს, ხელფას იღებს პენსიად. და პენსიონერს რო 200 ლარი აქვს ჩვეულებრივი ხელფასი. აი ეს ქურდობა არ არის? ქურდმა რომ მოიპაროს 20-25 თუნდაც 30 ლარი ხო დაიჭერე. განსხვავება ამათ შორის რა არის, იცი, ორივე იპარავს. ერთს პოლიციელი იცავს, მეორეს იჭერს და სდევნის. საკითხავია კიდე იმასაც როგორ სდევნის. გაუმიჯნოთ ჩვენ შემოთავაზებული პოლიტიკური პროდუქტი. რამდენადაა ის ჭეშმარიტება.
და რამდენაა და ეს ძალადობა. და რაც ხდება დღეს, რაც ხდება ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ესაა ფსიქოლოგიური ძალადობა მასებზე. ჩვენ უნდა გამოვიყოთ ამათი შექმნილი პროდუქტების მოწოდებისგან და არ უნდა მივიღოთ ასე მშრალად. თორე განა ემპათიური არ უნდა ვიყოთ ვინმე ცემისკენ და ჩაკვე აგერ ჩემ მოადგილეს უპატიოსნეს ბიჭს ოქროს მედალზე დამთავრებული რო ქონდა სკოლა ნარკოტიკი ჩაუდვეს. ნარკოტიკი ჩაუდვეს თან როგორ ლეგენდით ახალგაზრდა კაცია ქალთან გაიარა გამოვიდა ჯიბეში ქონდა ნარკოტიკი. კარებთან დახვდა პოლიცია. ქალმა ჩაუდვა, ამ ქალის ხელით ჩაუდეს. უთხრეს ან შენ იტყვი იმაზე დაწერ ცუდ რაღაცებს, ან და დედას გიტირებთ ამას გიზამთ იმაზე. აი ესეც სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ. ჩამშვებების სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ. გარყვნილი ტიპების სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ და დამიჯერეთ რა, ვირის წიხლზე უფრო მეტი მტკივნეული ერის მორალური გარყვნა, რომელსაც ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით. და თანამონაწილე გავხდებით ახლა რომელიღაცა ვიღაცის შოუსი. იმიტომ რომ იტყვის რომ ეს ცუდია და ჩვენ უნდა დაუჯეროთ რომ ცუდია და რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი იქნება ცუდი. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. დავინახოთ სწორი შეხედულებები, დავინახოთ და განსაზღვროთ რა არის ნამდვილად ცუდი ქვეყანაში და ვინ გუმართავს და უბედურებით და სისხლით ვინ რას აპირებს ჩვენი განწყობები გამოიყენოს. მადლობა. შევეხმიანებით ჩვენ კიდე ამ ეთერში ერთმანეთს რა. ბრმად რაღაცის მიღება არასწორია.